დღევანდელი საჯარო გაშლით მოდით ვნახოთ რეალურად, აი ჭეშმარიტად, როგორი პარტნიორი შეგეფერებათ. მოდი ვნახოთ რეალურად, როგორი პარტნიორი გჭირდება. როგორი ქალბატონი, როგორი მამაკაცი გჭირდება. თქვენი სიტუაციიდან გამომდინარე ნახეთ. ჭეშმარიტად როგორი გჭირდებათ. მოდით ვნახოთ, რაც მთავარია, მისი რომელი ენერგია, რა გახსნის შენ შინაგან სამყაროს, რა გახსნის შენს გულს, მოდით ვნახოთ. და მესამე არკანით როგორ უნდა იცნო ეს ადამიანი. ნახეთ როგორი რაღაცა არის, ვინც ამ საჯაროს ნახავს ძალიან ბევრისთვის, ძალიან ბევრი ვინც ამ ვიდეოს ნახავს, კონფლიქტურ სიტუაციაში არის, ან მძიმე გამოცდილება აქვს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით, მაგრამ სწორედ ამ ვიდეოთი მე თქვენ გიგზავნით სიყვარულის ენერგიას, იმედი არ დაკარგოთ. და ვნახოთ, როგორ უნდა იცნოთ ეს ადამიანი. ეს ჭეშმარიტად რეალური პარტნიორი თქვენს ცხოვრებაში. მოდით ვნახოთ, როგორი გჭირდებათ. გჭირდებათ ისეთი ადამიანი, რომელიც ხელს არ გაგიშვებთ პირველ რიგში, ეს გახსოვდეთ. ადამიანი, რომელთანაც ერთად რეალურად ბალანსში იქნებით. იქნება კამათი, შეიძლება გარკვეული სახის გაუგებრობაც იყოს თქვენ შორის, მაგრამ რაც მთავარია, ეს იქნება სიყვარულით. აი, სიყვარულით იქნება ეს ყველაფერი. მასთან თქვენ გაგიხარდებათ კამათიც, კარგად ყოფნაც, სუბუქი ეჭვიანობის სცენები, რასაც ქვია, დინამიური პიროვნება გჭირდებათ, რომელიც იქნება თქვენი სათანადო, თქვენი ტოლი და სწორი. არ იქნება თქვენზე მაღლა მდგომი. არამედ ერთ ტალღაზე იქნებით, ერთ ვაიბში იქნებით. ერთი სტატუსი ვიღაცისთვის, საერთო მსოფლმხედველობა, საერთო გეგმები. ორივე ძლიერები, ჯიუტები. უბრალოდ ბალანსირება არ დაგავიწყდეთ. მოდი ვნახოთ რა ენერგია გახსნით, მისი რა ენერგია. ნახეთ რეალურად ისეთი უცნაური არკანები შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ადამიანი რეალურად თქვენს გულს გაამთელებს. ძალიან ბევრისთვის ვინც ამას ნახავს, ეს ადამიანი იქნება საყრდენი და ვინც წარსულში თქვენ გული გატკინათ. ძალიან ბევრი ვინც ამას ნახავს, ტოქსიკური ურთიერთობიდან გამოვა და არ დაკარგოთ იმედი. თქვენ გჭირდებათ ისეთი ადამიანი, რომელთანაც იგრძნობთ სიმშვიდეს. ვიღაცას პირდაპირ მნიშვნელობით მშვიდი ადამიანი სჭირდება, ვიღაცას პირიქით დინამიური, მაგრამ ეს ადამიანი თქვენს გულს გაამთელებს. სიყვარულის რწმენას დაგიბრუნებთ, ადამიანების რწმენას. იმისა, რომ ამ სიყვარულს, დომენიკო, ამ სამყაროს, ამ დედამიწას, რომ სიყვარული ატრიალებს. ეს რწმენა დაგიბრუნდებათ. და ისევ სიყვარულით იცხოვრებთ. აი სიყვარულით მიძგერს გულიო, ხო? თქვენს გულის ფეთქვას აუყოლებს ეს ადამიანი თავის გულის ცემას. მისი სიტყვა, მისი მზერა, იმედს, რწმენას გიჩვენებთ, რამდენად არის ლამაზი ორმხრივი სიყვარული. ეს გაითვალისწინეთ. და რითი იცნობთ თქვენ ამ ადამიანს? ამ ადამიანს უპირველესი ნიშანი იქნება ის, რომ იზრუნებს თქვენ შინაგან კომფორტზე. ვიღაცისთვის პირდაპირ მნიშვნელობით შემთხვევით შეხვდებით, როდესაც თქვენს პარტნიორს, თქვენს მეუღლეს, აი ახლა კარგად დაიმახსოვრეთ ეს სიტყვები. კონფლიქტური სიტუაციის შემდგომ შეხვდებით ამ ადამიანს. სულ შემთხვევით. ვიღაცა ავეჯის საყრელად როცა წავა მაშინ. ვიღაცისთვის ეს იქნება მოულოდნელად ქუჩაში გადაეყრება, ვიღაცა სოციალურ ქსელში. და გახსოვდეთ ესეთი რაღაცა. რთული პერიოდი გექნებათ იმ დროს, ცოტა მძიმე პერიოდი გექნებათ ცხოვრებაში. სწორედ მაშინ გამოჩნდება ეს ადამიანი და მოგიტანთ სიმშვიდეს. ეს ადამიანი იქნება გამაერთიანებელი ხიდი. თქვენი სულისთვის, თქვენი გულისთვის. სიყვარულისა და ჰარმონიის, სიყვარულისა და იმედის ენერგიებში. ეს გახსოვდეთ.
სიმშვიდეს შემოგიტანთ. და რაც არ უნდა მოხდეს თქვენს შორის, ეს ადამიანი ყოველთვის გადმოდგამს ნაბიჯს. თქვენ იმსახურებთ ისეთ პარტნიორს, რომელიც აგირჩევთ თქვენ, მიუხედავად სირთულეებისა, მიუხედავად კონფლიქტებისა, ყველაფრის მიუხედავად მისთვის იქნებით თქვენ უპირველესი. და თუ გინდათ გაიგოთ ამ ადამიანის სახელი და უფრო მეტი ამ ადამიანზე, მაშინ მოდით ჩემთან. და მე გეტყვით უფრო მეც. და რასაც თქვენ იმსახურებთ და რაც უნდა მოხდეს, ეს უკვე გზაზეა, თქვენთან მოდის. თქვენ მხოლოდ ბედნიერებას იმსახურებთ. მომავალ შეხვედრამდე.